კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგიხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით, დაიყავით დაცული. გამარჯობა, ეს რადიო იმედია და ახლა დასაქმებულისთვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნის გარანტიებზე მოგიყვებით. საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებული პირი უნდა იყოს ცოდნით ძლიერი და საქმით შედეგიანი. ამის უზრუნველყოფისთვის საჭიროა მისთვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა. უსაფრთხოების საყოველთაო სახელმძღვანელო პრინციპებად მიჩნეულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უსაფრთხოება და ღირსების შეულახავი გარემოს ჩამოყალიბება. სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნაში იგულისხმება დასაქმებულის უზრუნველყოფა სამუშაო შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური კერძოდ ტექნოლოგიური, საკომუნიკაციო, საკანცელარიო და სატრანსპორტო საშუალებებით. ამასთან, უსაფრთხო და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების ხელშემწყობის სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად საჯარო და ასევე კერძო დაწესებულებები ვალდებულები არიან შექმნან შესაბამისი გარემო და ამ დროს თითოეული პირის მიმართ იხელმძღვანელონ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობის პრინციპით. შრომის უსაფრთხოების სფეროში დასახული ამოცანების შესრულებისთვის დამსაქმებელი ვალდებულია ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ყავს, შეუძლია თავად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები. საყურადღებოა, რომ თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნა შრომის უსაფრთხოების სამსახური, არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით. დამსაქმებელმა გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა უზრუნველყოს აღნიშნულ პროცესში შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულების მონაწილეობა, ან დასაქმებულთა წარმომადგენლის მონაწილეობა, რომლის არჩევა დასაქმებულებს შეუძლიათ. შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის კანონით გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა. სამსახურში შრომითი ნორმების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმების განხილვისა და სახდელების დაკისრების უფლება აქვს შრომის ინსპექციას. ეს უწყება ასევე უზრუნველყოფს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიან გამოყენებაზე ზედამხედველობას. იცოდეთ, დაიცავით და იყავით დაცული. კანონის გამარტივებაში დაგვეხმარა იუსტიციის სასწავლო ცენტრის უფროსი ტრენერი ნინო რომაშვილი. ყოველ სამუშაო დღეს 10 საათსა და 25 წუთზე, 15 საათსა და 25 წუთზე, 18 საათსა და 40 წუთზე. რადიო იმედის ეთერშია რუბრიკა კანონი მარტივად. დროებით. კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგიხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით, დაიყავით დაცული.